სალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო, ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ, მშვიდობიანი, სულ კარგი ამბები გაგეგოთ. ეხლა უნდა მოვამზადოთ ცომის რეცეპტი, რომლითაც გააოცებთ მეუღლეებს, მეგობრებს, დედამთილებს, სტუმრებს. მოკლედ, უცებ რო გინდათ რომ მოვამზადოთ, რა თქმა უნდა საყინულეში ინახება, მაგრამ მერწმუნეთ ეს ცომი არ დაგრჩებათ და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ბორჯომში ვიმყოფებით, ჩემ მშობლიურ ბორჯომში და რა ხედები მაქვს ირგვლივ. აქ როგორ არ უნდა მოვამზადო, რამე შეხედეთ. მოკლედ, ცომს რო დაუბრუნდეთ, არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი, ძალიან გემრიელი და რა თქმა უნდა, ჩემი რეცეპტია, ჩემი შეჯერებულია, ამისთვის დაგჭირდება ძალიან ცოტა, 80 გრამიც არ არის კარაქი, რომელიც ბოლოს უნდა შევაზილოთ. რძე თბილი რძეა, ესეთი თვით ყოველთვის გასინჯეთ, თორე საფუარი ისე არ ამოვა. პირდაპირ თქვენთან ერთად ეხლა ჩავასხავ. ესე, თბილი რძე, ყველა ინგრედიენტი ამ რეცეპტში უნდა იყოს თბილი. 9 ლიტრი რძე ჩავასხი, 9 ლიტრი ჩავასხავ თბილ წყალს. ეხლა რას ვაკეთებთ? ეს არის მარილი, რა თქმა უნდა გჭირდება და ჩავუყრი მარილს. შაქარი აუცილებლად გჭირდება ფერისთვის და ძალიან უხდება ცომს და ერთ ჩაის კოვს ჩავაყრი, ესე უნდა ამოვიდეს. კარგად, ისეთი მარტივია, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ. აქვე ჩავაყრი ერთ ჩაის კოვს გამოფხიერებელიც უნდა, საფუარიც უნდა და გამოფხიერებელიც ამ ცომს. ცომი მაქვს, ფქვილი მაქვს აქვე გაცრილი და ნახეთ, ეცადეთ რომ ერთხელ რო გავცრი ხოლმე ფქვილს, მე რო უკვრით, რატო გამოგდის ესეთი ფუმფულა. მე ესე გავარ ხოლმე დრო როცა მაქვს და ჯამშივი, ესე მეორეთ, მესამეთ, ესე ამოვცრი ხოლმე, რაც უფრო გაცრილი იქნება, თუ არ გეზარებათ, ორჯერ გაცერით, დამიჯერეთ რა, ფქვილს უყვარს გაცრა. ეხლა აქ რას უკეთებ, არაფერი დამოვიწყეს, პირდაპირ თვალის ომით 1, 2, 3 სუფრის კოვზი ზეთი სავსე. ეხლა 3 სუფრის კოვზი მაიონეზი ნებისმიერი, თუ გნებავთ თქვენ მოამზადეთ, რეცეპტი მიდევს მე მაიონეზს როგორ ვამზადებ. აქ გავუკეთებ 3 სუფრის კოვს. თუ შევძელი ერთი ხელით, თვალის ომით 1, 2, 3 თვალის ომით. მე მიყვარს თვალის ომით რეცეპტის მომზადება და რა თქმა უნდა ამოურევ კიდევ. როგორი ცომი გამოდის, იცით, ხელში რო ვერ დაიჭერ ისეთი. ეხლა მე დიეტაზე ვარ, მაგრამ რა უყო, ეხლა სანდროს და მიშოს არ ესმით და დილიდან ზუზუნებენ, რომ გამომიცხე. მე პირობას ვდებ, რომ ისეთი მომატებული ვარ, მე ერთ ვულკანსაც არ გავსინჯავ ამას. ესე. და ეხლა ეს ყველა ინგრედიენტები ხო გავუკეთეთ და მგონი გასაგებად. არასავსე საფუარს ესე მოვაყრი. ესე. ეს საფუარი ეხა ცალ და ჭურჭელს გავრიცხავ, სხვა საქმეს გავაკეთებ და ეს მთლიანად უნდა გააქტიურდეს. სადღაც 7 წუთი ჭირდება. ერთი ქალბატონი მწერდა, რომ რამდენი საათი უნდა, ზუსტად უნდა 5-7 წუთი. ესე გააქტიურდება, ამ დროს გამდნარი კარაქი უკვე მელოდება, გაცრილი ფქვილი, რომელსაც ესე რამოდენიმეჯერ ესე ჯამშივე შეგიძლიათ ესე გაცრათ, რაც უფრო მეტად ამოცრით ფქვილს, მით უფრო ჰაეროვანი ჟანგბადით უნდა გაამდიდროთ. ხალხმა შოქში როდებს, ეხლა გასაგებია, რომ კომუნისტების დრო არ არის და ცურცლები და რაღაცაები არ იქნება, მაგრამ დაპრესილი ფქვილი როცა არის, თუ გინდათ რომ ფუმფულა გამოგივიდეთ, ჟანგბადით ესე უნდა გაამდიდროთ. დაგიბრუნდებით, გააქტიურდება და მოუზელ ფუმფულა ცომს. შეხედეთ როგორ გააქტიურდა საფუარი. ესე ამოვიდე. ამას მოზარდი გააკეთებ შეუულებრივად ისეთი
მარტივი და ის ქალბატონები გააკეთებთ, რომლებსაც არასდროს არ გამოგდით ცომი და ნერვები გეშლებათ, რომ მეც არ გამომდიოდა ერთხელ ისეთი გავაკეთე ბარბალობა იყო, რომ იმით ტაპორით ვერ დაჭრიდი, ადრე ხმა ახალგაზრდობაში, მაგრამ მე დავხვეწე, ვისწავლე, აი ხა ესე შევეცდები, რომ აი კიდევ ესე ხო გაცრილია რამოდენიმეჯერ. შევეცდები, რომ აი ესე ჩავყარო, კიდე ჩავაცრა, უკვე მე რამდენად გავცერი არ ვიცი. აი ესე გავცრა. ზოგი რომ მეუბნება რამდენს ლაპარაკობ სუსტი ნერვების პატრონებმა ასქროლეთ. მე საუბრობ იმიტომ, რომ ყველა დეტალზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ ის ქალბატონი, რომელიც იძახის, რომ არასდროს არ გამომივა ცომი, დაუმტკიცებ, რომ გამოუვა. აი დაუმტკიცებ, რომ გამოუვა ყველაზე გემრიელი ცომი და გააოცებს თავის საყვარელ ადამიანებს. აი ესე ხელისნელი მოძრაობებით ხვდები ახლა მე რამდენი ფქვილი უნდა წავიდეს, იმიტომ ვაცრი 1 ლიტრია, სადღაც კილო 200 ფქვილი წავა ამაზე. აი ესე. ვისაც არ მოგწონთ, ვისაც გაღიზიანებთ ჩემი ხმა, ასკროლეთ. ეხლა გადავალ ხელი დამუშავებას და დაგიბრუნდებით. აი ნახეთ როგორია, უკვე ცომი გელაპარაკება, აი ხელში, აი ნახეთ როგორი ნაზია, უნაზესი. აი ეს არის რეცეპტი, რომელიც მართლა გაგაოგნებთ, აი ნახეთ როგორია. ამას ფულს აღარ ვამატებ. ეხლა წვრილად აი ნახეთ, აქ მაქვს კარაქი, ამას ეს ეხლა ორი ხელით ვერ ვიღებ, კარაქს შევაზელ, გაჩვენებთ ეხლა როგორ მოვასხავ, მაგასაც გაჩვენებს და დავასვენებ კიდე სადღაც 9 საათი და უკვე შეგიძლიათ გამოვაცოთ. ღვეზელები პიცისთვის არის, აი ხალხო, ამით რო შვილებს პიცას გაუკეთებთ, აი მენდეთ, გაოცებულები დარჩებიან ყველანი. ეხლა ნახეთ, კარაქი ჩავასხა. აი დავასხი, სანდრო არ არის და ეხლა ვერ მეხმარება, ნახეთ, აი უნაზესი ცომია, უკვე გესაუბრებად ცომი ხო ცოცხალი ორგანიზმია, დაილოცოს ამისი მადლი, ეს არის სასწაული. ნეტა შემეძლო სულ ამის ცომეულის ჭამა და პურფუნთუშეულის, აი ესე ნახეთ, აი ესე. ეხლა ხელით მუშაობა მიყვარს ცომზე. ესე იგი ბლენდერების ნაირსახეობა მაქვს, ბლენდერს რატო ვეძახი, ოღონდ არ ვიცი, ცომსაზელების, მაგრამ აი ასე მოზელი ცომს, თან რო ილოცებით, თან რო სანთელი გინდიათ, თან რო თქვენი ოჯახის წევრებს ლოცავთ, მერწმუნეთ, არაფერი ჯობია. ეხლა დავამთავრებ, აი გეჩვენებათ, რომ ხელზე გეწებებათ, მაგრამ უკვე ცომს მეტი არაფერი არ უნდა. სადღაც 15 წუთი ასე მოვზელ და დავასვენებ და უკვე მეორე ვიდეოში დაგიბრუნდებით, რა სასწაულ პიცებს გამოუცხობ, რა სასწაულ ტაფის ხაჭაპურებს გამოუცხობ სანდროს და მიშოს, დაგიბრუნდებით. აი სულ ეს არის, მორჩა. ეხლა ეს უნდა დავასვენო ასეთივე ჯვარს გადავსახავ, ამას არაფერი აღარ უნდა, გადავსახავ ჯვარს და დავასვენებ, ნახევარ გადავაფარებ, რა თქმა უნდა, და მე ამოვაგუნდავებ და გამოვაცხობ. აი ეს არის ცომის ცომი, ხათოსგან მიყვარხართ.